ყველა მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე წავაწყდით საერთაშორისო სამართლის დარღვევებს. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვიცავით ფართე სფეროები, სხვადასხვა თემების. ამჟამად ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გაუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთის სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ქალბატონებო და ბატონებო, ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ ხანგრძლივი მოგვარებები, ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებასთან დაკავშირებით. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, თქვენ კარგად იცით, საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორეს მხრივ გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ უნდა პატივი ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები და ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ განვიხილეთ გახსნილად აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ბაზრის ნაწილი, ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ევროპული ოჯახისა, განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახისა. ორმხრივი ურთიერთობები მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის პოლიტიკურ დონეზე. საქართველოს კულტურის მინისტრი ქალაქ ტრენჩი იყო ვიზიტით თებერვალში, იმ დროს, როდესაც ხდებოდა აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ქალაქი ტრენჩი გამოცხადდა ევროპის კულტურის დედაქალაქად. ასევე საქართველოს დიპლომატიური მისია ეწვია ბრატისლავას თებერვალში. მინისტრთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი, ასევე საპარლამენტო ურთიერთობები, ორმხრივ ურთიერთობების ჭრილში დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრეზიდენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან სლოვაკეთის დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო დიალოგი ჩვენ ქვეყნებს შორის გაღრმავდება. მოხარული ვარ და ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება პირდაპირ ფრენები ქალაქ ბრატისლავასა და ქართულ ქალაქ ქუთაისს შორის, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში და ასევე იგი ახორციელებს ინტენსიფიკაციას პიროვნებათა შორის კონტაქტისა, თანამშრომლობისა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, არა მხოლოდ ტურიზმის ვაჭრობის, არამედ სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით არასაკმარისად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს. ვაჭრობა გვანახებს, რომ გაგვაჩნია პოტენციალი ეკონომიკებში.
გაცილებით უკეთესი პოტენციალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებაში. სლოვაკეთს ბევრი რამე შეუძლია შესთავაზოს საქართველოს, განსაკუთრებით მწვანე ტექნოლოგიის, წყლის სფეროს მართვის და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მინდა მოუწოდო ბიზნესებს და მეწარმეებს სლოვაკეთიდან და საქართველოსდან უფრო მეტი ინტერესი გამოხატონ ამ რეგიონის მიმართულებით და უფრო აქტიულები იყვნენ საინვესტიციო სფეროში და პროექტების განხორციელების სფეროში. გასულ წელს მთავრობათა შორისო კომისია შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით სლოვაკეთსა და საქართველოს შორის და მიმდინარე წელს პირველი შეხვედრა არის ჩანიშნული. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების თანამშრომლობის 2019 წლიდან და მოხარული ვარ, რომ დღემდე სლოვაკეთმა 80 განვითარების პროექტი განახორციელა, რომელიც ღირებულება უდრის 3 მილიონ ევროს. უნდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვიღებთ სტუდენტებს საქართველოდან და ჩვენ სკოლებში ისინი იღებენ სამთავრობო სტიპენდიებს და მიმდინარე წელს გრანტების რაოდენობა იქნება უფრო მაღალი სტუდენტებისთვის საქართველოდან და ისინი მიიღებენ განათლებას ჩვენ უნივერსიტეტებში და მათი რიცხვი გაიზრდება. მინდა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სლოვაკეთი მაღალ შეფასებას აძლევს ღია თანამშრომლობას ჩვენ ქვეყნებს შორის, გაეროს პლატფორმაზე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმაზე და ორმხრივ ხარდაჭერას ჩვენი კანდიდატურებისა. ჩვენ პირადი შეხვედრა გავმართეთ ნიუ-იორკში და მადლიერი ვარ საქართველოსი, რომელიც ჩვენ კანდიდატურას უჭერს ხარს, არა მუდმივი წევრისა გაეროს უშიშროების საბჭოსი და ჩვენ ასევე მოვაგვარეთ საერთაშორისო რთული სიტუაციები, ჩვენ ხაზი უნდა გაუსვათ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, მივესალმებით მშვიდობიან მოგვარებას კონფლიქტისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და საქართველო თამაშობს ძირითად როლს სტაბილიზაციის პროცესში ამ რეგიონის. და სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში გლობალური ჭიშკარი და ჩვენ დაინტერესებულები ვართ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის. ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტისა სოფლიოს ამ ნაწილიდან და საქართველოს აქ ვერავინ ვერ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომაც ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, იმიტომ რომ მას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში მომავალშიც. ჩვენ ასევე სურვილი გვაქვს მოვაგვაროთ მეტი კონფლიქტები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეხება სლოვაკეთს და ერთ-ერთი და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიმდინარე სიტუაციის თვალსაზრისით დიპლომატიის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ დამთავრდება სამხედრო გზით და ეს გაანადგურებს უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, რომ სამოქალაქო პირები იხოცებიან, ძალიან დიდი რაოდენობის ჯარისკაცებს კლავენ და ეს არ შედის არავის ინტერესებში, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, ირანში, კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელსაც ზეგავლენა აქვს უდიდესი გლობალურ ეკონომიკაზე. და თუ იგი არ დასრულდება რამდენიმე კვირაში, მას ექნება უზარმაზარი ზეგავლენა არა მხოლოდ სოფლიო ეკონომიკაზე, არამედ როგორც მოვისმინეთ სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან, მან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე სლოვაკეთის. უფრო გახანძლივების შემთხვევაში კონფლიქტისა სლოვაკეთს არ ექნება ეკონომიკური ზრდა და ამან შეიძლება მოიტანოს ის
ეფექტი რომ იქნება ეკონომიკური ვარდნა 6%-ით, რაც კარგი არ არის. რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტს და მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ჩვენ რასაც როგორც ვცდილობდით მოგვეგვარებინა უკრაინული კონფლიქტი დიპლომატით, იგივეს ვაკეთებთ ირანის კონფლიქტთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა დიპლომატია იყოს ჩართული, მოხდეს თავიდან აცილება ესკალაციის. სხვა შემთხვევებში დავაწყდებით კონფლიქტებს და ვიხილავთ კონფლიქტებს სოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც შეიძლება იყოს საფრთხე მთელი სოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით სლოვაკეთის რესპუბლიკაში, დედაქალაქში. ძალიან დიდი მადლობა ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ჩვენ გავმართეთ. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვები მიმდინარე სიტუაციაზე სლოვაკეთში, საქართველოში და ევროკავშირში. და მოხარული ვიქნები, როდესაც თქვენი ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იქნება შემდგომი ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის. მე ვიმეორებ, რომ ბრატისლავა გახლავთ ის ადგილი და სივრცე, სადაც ყარდება უკეთესი ურთიერთობები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მშვიდობის საკითხებზე და ძალზე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს და გახსნილად ვიხილავთ შიდა პოლიტიკის საკითხებსა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, დიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლესი მოკავშირეა და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილი მასპინძლობისა და შინაარსიანი საინტერესო დიალოგისთვის. სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველო. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება, მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდასხმას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა ქუთაისს და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში. ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს როგორც შუადერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოვეკიდა ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ ვიცით ჩვენი როლი სამხრეთ კავკასიაში საქართველოსი შუადერეფნის თემა საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდი არის და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს და ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუადერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული. საქართველოს დღესაც ამ ფასეულობების ერთგულია გამოთქვამთ იმედს, რომ
ჩვენ საერთოდ ევროკავშირთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, ვიცით რომ ეს საერთო ღირებულებები, რომელსაც დიდ პატივს სცემთ ორივე ქვეყანა, საერთოდ ევროკავშირი რომ შეიქმნა ეს იდეა იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ჩვენ და სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში. საქართველოს ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესწერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგანაც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გაქვთ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ახლაც აღნიშნავთ, რომ სამართლიანი მოლაპარაკებისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს ჭირდება მეორე მხარე, სამწუხაროდ ბიუროკრატია ბრიუსელის ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, თუმცა სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მუდმივად მხარდაჭერა აქვს საქართველოს მათი მხრიდან. ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი. ასევე შევეხეთ სხვადასხვა მიმართულებებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის პრინციპები, რომელსაც ჩვენ მხარს უჭერთ და ერთმანეთს მხარში უდგავართ, იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და ჩვენი პრინციპული პოზიცია ამ დიალოგში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ აგვეხსნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რომ ის ჩართულიყო ამ პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაეგზავნა, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება და პრინციპში შედეგში აისახა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და მე მგონი ევროპელმა ხალხმაც, სლოვაკმა ხალხმაც, ყველამ უნდა ვიხემძღვანელოთ შედეგით, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ამ პრინციპების ერთგული, ამ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც სლოვაკეთი და საქართველო აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და იქნებოდა აბსოლუტურად სხვა შედეგი, მაგრამ ამ ომის შედეგებს ხედავთ ხო, როგორი საზარელი არის, გრძელდება ეს პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, რადგანაც ვხედავთ, რომ ამას მოაქვს შედეგი, ჯერჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს, იმიტომ რომ სამყარო არ არის ესე მარტივად მოწყობილი, ყველაფრისთვის, თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის ყოველდღიური ბრძოლა საჭირო, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ. ყველაზე მთავარი არის ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ხალხს, ამ პრინციპულ პოზიციაზე ჩვენ დაგვიდგა ჩვენი მოსახლეობა, შედეგშიც აისახა ეს და პარალელურ რეჟიმში, რომ ჩვენ ავიცილეთ ომი და დავამყარეთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე განავითარეთ ეკონომიკა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ეს პროცესი გრძელდება და ამ მიმართულებითაც დიდ ინტერესს გამოვთქვავთ სხვა ქვეყნების მიმართ, რომ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან. მუდმივად აღნიშნავთ, რომ როცა ეს პროცესი დაიწყო, ჯერ კიდევ საომარი ვითარება იყო აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ რეგიონში ხალხმა, რომელიც საუკუნეები ერთად ცხოვრობთ, შევძელით, რომ მშვიდობა დამყარებულიყო ამ რეგიონში და შესაძლებლობებიც ძალიან ნიშანდობლივია და ნათელია ყველასთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს სამი ქვეყანას და რეგიონის ქვეყნები, რომ ეს სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში. ამ გზას ვადგავართ, სწორედ ამ თემებზე გქონდა ჩვენ საუბარი ჩემს კოლეგასთან, ბატონ პრეზიდენტთან, დიდი ინტერესი
გამოითქვა სლოვაკეთის მხრიდან და ჩვენი მთავრობები უფრო მჭიდროდ დაიწყებენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ვახსენე კიდევაც სავაჭრო ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, კულტურის განათლების და ასე შემდეგ და ჩვენ იმას გამოვთქვათ, რომ ეს ჩვენი მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საზოგადოებებს და ხალხებს შორისაც უფრო გაღრმავდება და რა თქმა უნდა საქმიან პროცესშიც უფრო მჭიდრო და განვითარებადი გახდება. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სლოვაკ ხალხს, მის პრეზიდენტს, გულთბილი მასპინძლობისთვის და ვეპატიჟები მანაც განაცხადა, არ ყოფილა საქართველოში და ვეპატიჟებით საქართველოში ჩვენს ძალიან კარგ და ლამაზ ქვეყანაში და იმედია ეს დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას უსურვებ როგორც პრეზიდენტს, ასევე სლოვაკ ხალხს. Mადლობა. Ďakujeme vám obom pánom. თქვენ პირდაპირ ეთერში საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებს უსმენთ, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გავრცელეს და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.